სალამი ძმდებო, მოვედით ერთი თვის შემდეგ კი არა და кайხანი გავიდა რა. ერთი თვე და 3 დღეს მენა გასულია. ხო გახსოვს ადრე შპინდელის სხვა ინსტრუმენტები დავტოვეთ ხალხთან. ეხლა მოვედით, ხوار გააფუჭეს, ხوار დაიწვა, ხوار გაფუჭდა. საბუთით ეხლა ნახოთ ჩვენი გულ ხელოსნებმა როგორ იხმარეს შპინდელი. შორიდანვე ვიღებ, რო არ გაიქცე, გაიგე. სად არის? ო, სკამები არის. შეფიც კარგი გვაქვს. მარებაში კარგია. ფერიც მიიღო უკვე ნამზილი. ხო, ამას აქვს გარანტია. შეიძლება წაიღო, ან საგარანტიო შეკეთებენ, ან ახალს მოგცემენ, ხო ეგრეა? რამდენი ხანია გარანტია? 1 წელი. მე-9 თვეში დაუბრახუნე ეგრევე. მუშაობს. დაზიანება რა აქვს? ბატარია ძლებს, 2 წელი აქვს, მეორე იტანება, აგე. ელიავაზე მოვედით. გახსოვთ წინაზე რო ის დავტოვეთ, ლობზუნა, ლობზიკი რო დავტოვეთ. შპინდელის, ბეწვა ხერხი. ხო და ვკითხოთ მეგობარს თუ როგორ იხმარეს ჩვენი ბეწვა ხერხი და ხომ არ დაზიანებულა. ბატონ გენოსთან მოვედით ისევ და ბატონ გენოს ვკითხოთ თუ როგორ იმუშავა ჩვენმა წმინდელმა. გამარჯობა ბატონო. როგორ ახლა? დიდი ხანი, როგორ გძანდეთ? აი ესე ჩვენს, რა კარგად. შესამოწმებლად მოვედით, ხო არ გაგაბრაზათ ჩვენმა პროდუქციამ და ყური ხო არ აუწიოთ. არა, რასთვარაგო. გაბრაზება იმუშავა. ძალიან კარგად მუშაობს და ბადლობელი მაქსიმალური დატვირთვით ვარ ძალიან სერიოზულად მუშაობს. შვენიერი. რომ ისე მუშაობს. ხერხებულია ვიდრე კაბელიანები და ხო, რაღაცა, ხო ესე. ეგ ძალიან კარგი. ყველანაირად კარგია. მუშაობს, კაცო, არაფერი პრობლემა არ შექმნია, მისამბლეობაში უბრალოდ დანამატებული რა. სო, დარწმუნდით რომ მუშაობს. დიდი მადლობა ბატონო გენო, ბოდიში შეწუხებისთვის. საქმეს როგორ გადა? პირიქით. ძალიან დიდი მადლობა. კარგად, ბედნიერი დღე. შემოგევლე. ინსტრუმენტების და გაიხარე, გაიხარე. და მოვედით გლდანში მესამე ლოკაციაზე, სადაც დავტოვეთ შპინდელის ბრაშლეს. წამოვნახოთ. აქ დავტოვეთ კიდე ისა შურუპაორტი. 5 ნორმალურ მდგომარეობაშია. თვითონ ის არა გვაქვს. გაიკაორტი გვინდა, აბა, გამარჯობა. ნახავთ ხო შეიძლება? აქ უფრო ნახმარი დაგხვდა. ხო? იმათმა არ იხმარეს ეთქო. იდეალურად მუშაობს. ახლდა. მოკლედ, საბოლოო ჯამში გამოდგა ისე, რომ ორივე ხრახნდამჭერმა და ლობზიკმა გაუძლო სახელოსნო პირობებს, ანუ ყველაზე რთულ პირობებს. რა ტემპერატურის ცვალებადობა, ზეთი, დროფი დავარდნა, ნესტი და ასე შემდეგ რა. ეხლა ვნახოთ სამუშაო პირობებში, როგორ მოუშვებს კიდევ ერთხელ ნახმარი.